მეგობრებო, მოგესალმებით. პირველ რიგში ნაყოფიერი და წარმატებული კვირის დასაწყისი მინდა გისურვოთ. და მოდით ახლა მე და თქვენ გავიაროთ კვირის არკანის ენერგიები. ვნახოთ ერთი კვირის მანძილზე რომელი ენერგიები იქნება თქვენს გვერდით, რას გვიამბობენ ტაროს არკანები, რა გაფრთხილებას, რა რჩევას მოგცემენ. და დავიწყეთ. კვირის არკანის ენერგია ორ ვარიანტად. პირველი ვარიანტი თქვენი კვირის არკანის ენერგიები და ვარიანტი 2 თქვენი კვირის არკანის ენერგიები. ასეთი ორი ვარიანტი გვაქვს და პირველი ვარიანტი ასეთი გვექნება და მეორე ვარიანტი. ეს არის ჩვენი მეორე ვარიანტი. მოდით რაღაც ესე დავდეფროთ, ცოტა განსხვავება იყოს ქვებს შორის, რომ უფრო მარტივად შეძლოთ მისი არჩევა. პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. დახუჭეთ თვალები. და კვირის არკანის ენერგიები მოვა თქვენთან სინქროში ზუსტად იმ ვარიანტად, როდესაც თვალებს გახალთ, რომელი ვარიანტიც ყველაზე მეტად მიგიზიდავთ. ძალიან კარგი. ვინც ვერ მოასწარით, დააპაუზეთ, მე კი ვეწყებ ვარიანტი პირველით. პირველი ვარიანტი. წამყვანი კვირის არკანის ენერგია. ეს არის არკანი ძალა. ძალიან ლამაზი არკანია. პირველ რიგში ეს არის ძალიან ძლიერი რწმენის არკანი, თავდაჯერებული ადამიანის არკანი. ადამიანი, რომელიც პოულობს საკუთარ თავში ძალას იმისა, რომ გადაჭრას, გადაწყვიტოს, მოაგვაროს გარკვეული საკითხები, საკუთარი შინაგანი რწმენის და ესეთი შეუპოვარი ხასიათის გამოვლინების ფონზე, ხო, როდესაც ადამიანს ჯერა და არა მხოლოდ ჯერა, ადამიანი იღებს ამ შედეგს. ეს არის ძალიან კარგი არკანი იმისთვის, რომ წარმატებით მოახდინოთ გასაუბრება. წარმატებით მოახდინოთ მოლაპარაკება. წარმატებით მოახდინოთ საკუთარ თავთან მოლაპარაკება უპირველეს ყოვლისა. იმიტომ რომ ყველაზე დიდი კონფლიქტი ალბათ, რომელიც უნდა მოვაგვაროთ ამ სამყაროში, ეს არის საკუთარ თავთან კონფლიქტი, როდესაც ვიცით რა გვინდა, როდესაც ვიცით რა მიმართულებით მივდივართ და ამ ყველაფერში გვაქვს ძალა, გვაქვს ენერგია, გვაქვს რწმენა და გვაქვს იმედი. მაგრამ იმედი ხანდახან ქრება, იმედი ხანდახან იმედს უყოველთვის სჭირდება დამტკიცება იმისა, რომ კი, შენ სწორ გზაზე ხარ და სწორი იმედები გაქვს, მაგრამ ადამიანს, რომელსაც აქვს რწმენა, რომელიც მე ახლა არ გესაუბრებით რელიგიურ ჭრილში რწმენაზე, მე გესაუბრებით აი იმ შინაგან რწმენაზე, რომელიც ადამიანს კონკრეტულად საკუთარი თავის და საკუთარი ძალების მიმართ აქვს. მე მწამს ჩემი თავის, მე მჯერა ჩემი თავის ძალიან დიდი რწმენა მაქვს, რომ ეს გამომივა და ეს არის ზუსტად აი ეს მდგომარეობა. თქვენ თავარია ირწმუნოთ თქვენი თავის და აქ ყველაფერი გამოვა. აქ ყველაფერი გამოვა, რაც ჩაფიქრებული გაქვთ, რაც გინდათ რომ მიიღოთ, აქ ყველაფერი გამოვა. კარგით? უკვე ძალიან კარგად დავიწყეთ და ნახოთ პირველ ვარიანტის ერთი კვირის მანძილზე რა ენერგიებს გაივლის კიდევ, ნახოთ. წყვილი ამოვიდა პენტაკლების და პენტაკლების დედოფალი, პენტაკლების მეფე. არკანის შეყვარებულები, შვენიერი არკანებია და თასების რაინდი, არც მინდა გავაგრძელო, ეს არის პარტნიორული ურთიერთობების დალაგება. ეს არის პარტნიორული ურთიერთობების ლამაზი პერიოდი. ეს არის
შეერთება ორი ადამიანისა, როდესაც ადამიანები ერთ ტალღაზე არიან. პენტაკლების მეფე, პენტაკლების დედოფალი, ეს არის ორი ადამიანი ერთ ტალღაზე. იცით, არ აქვს მნიშვნელობა, თქვენ შეგიძლიათ ეს არ განიხილოთ როგორც პარტნიორულ ურთიერთობებში, მაგრამ განიხილოთ როგორც ადამიანი, რომლის ერთ ტალღაზე ყოფნას თქვენ აუცილებლად იგრძნობთ ამ ერთი კვირის განმავლობაში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი, ეს ერთ ტალღაზე ყოფნა, ერთი აზრისკენ მოძრაობა, ერთი ენერგიისკენ სწრაფვა, ეს ძალიან დიდ და ძალიან კარგ შედეგებს მოიტანს თქვენთვის, უპირველეს ყოვლისა. და რაში მდგომარეობს ეს შედეგები, ხო? შედეგები მდგომარეობს იმაში, რომ თქვენ იგრძნობთ ახალ ენერგიას, ახალ შთაგონების წყაროს. მოგივათ მუზა, მოგივათ სურვილი, მოგივათ ენერგია იმისთვის, რომ ქმნათ, შექმნათ და სხვათა შორის შესაძლებელია კვერთხების დედოფალი და კვერთხების მეფე ეს იყოს ის ორი ადამიანი, რომელიც ძალიან დადებით როლს ითამაშებენ თქვენს რეალობაში. ცალკეულად, თუ მაგალითად თქვენ მესამე ადამიანი ხართ, ხო? ორი ადამიანი, ეს წყვილური ენერგია მოდის, გულისხმობ ადამიანები ერთ ტალღაზე, ძალიან დადებით და კარგ ენერგიებში გაგატარებენ. თუ თქვენ ხართ პენტაკლების დედოფალი, რაც ასეა დარწმუნებული ვარ, ხო? აუცილებლად იქნება ორი ადამიანის შეკავშირება ერთ ტალღაზე, ერთ ენერგიაზე, რაც ძალიან ლამაზ ენერგიებში შეგიყვანთ ამ ერთი კვირის განმავლობაში. ეს არის შთაგონება. ეს არის სამყაროს ლამაზ სფერებში დანახვა, ეს არის სურვილი იმისა, რომ თუნდაც 20-25 წლის ქორწინება სიტყვაზე, ხო, ურთიერთობა, მეგობრობა, თანაცხოვრება, გადაიყვანოთ რაღაც ახალ ფერებში, გადაიყვანოთ რაღაც ახალ ენერგიებში. თუ თქვენ ბრძანდებით პენტაკლების მეფე, ვინც ახლა მისმენთ, თქვენს გვერდით არის ქალი, რომელიც სინქრონში ფეთქავს თქვენთან ერთად და ის აუცილებლად შემოიტანს თქვენს რეალობაში ძალიან სწორ, კარგ და თქვენთვის საჭირო ვიბრაციებს და ენერგიებს. მოკლედ, როგორც არ უნდა შევატრიალოთ ეს პირველი ვარიანტი. თითქოს რაღაცა ემოციური სიცარიელის პერიოდი მთავრდება და ახლა მოდის ის დრო, როდესაც სწორი ადამიანები სწორ დროს საკუთარ თავში რწმენას, ძალას დაგიბრუნებენ და ძალიან ბედნიერად იგრძნობთ თავს ამ ერთი კვირის განმავლობაში, ამიტომ მაქსიმალურად გაახანგრძლივეთ ეს ენერგიები, მაქსიმალურად ისიამოვნეთ ამ პროცესით და გემშვიდობებით პირველი ვარიანტი გჯეროდეთ, რომ გამოგივათ. აუცილებლად გამოგივათ და გადავედით ახლა ვარიანტი 2-ზე. ვარიანტი 2, თქვენთან ვნახოთ. კვირის არკანის ენერგია. ნახეთ რა ლამაზი არკანები ამოდის, ესე იგი, აქ გვაქვს არკანი ძალა, აქ გვაქვს არკანი ცხრიანების თასები. ნახეთ როგორი ვაიბები, როგორი ენერგია მოაქვს, შეხედეთ ამ ყველაფერს. ეს არის საკუთარი ცხოვრებით, საკუთარი ყოფიერებით, საკუთარი მიღწევებით კმაყოფილება. ეს არის, როდესაც იღებთ სიამოვნებას იმ შედეგით, რომელიც იმ გადაწყვეტილებით, რომელიც თქვენ მიიღეთ. შედეგით, რომელიც აუცილებლად იქნება ძალიან ხილული და შეგრძნებადი ამ ერთი კვირის მანძილზე. ეს არის არკანი, როდესაც შეივსებით იმ ენერგიებით, რომლებიც ამდენი ხნის განმავლობაში ძალიან გჭირდებოდათ. ეს არის კომფორტი. ეს არის, თუ პირდაპირ გადმოვიტანთ აღნიშნულ არკანს ვიზუალურად, ეს არის სუფრა, ეს არის კარგი განწყობა, ეს არის მომენტი, როდესაც თავს გრძნობთ თქვენს ადგილზე, თქვენს წერტილში, თქვენს რეალობაში. და ეს შეგრძნებები არის ძალიან ლამაზი, როდესაც თქვენ ამბობთ, რომ მე შევძელი, მე ეს გავაკეთე და მე ეს მივიღე.
და რა თქმა უნდა მადლიერება სამყაროს მიმართ. ზოგადად გახსოვდეთ, რომ მადლიერება სამყაროს მიმართ ეს არის ყველაზე დიდი თუნდაც ყველაზე ცუდი გამოცდილებისთვისაც ადამიანი უნდა იყოს მადლიერი, იმიტომ რომ ამ ცუდი გამოცდილებებით, თუმცა მე არ მიყვარს ცუდის და კარგის ესე სახელების და რეგალიების მინიჭება, ის ცუდია, ეს კარგი. არა, გამოცდილება არის გამოცდილება. პირიქით, რომ არა ეს გამოცდილებები თქვენ ვერ გამოძვრებოდით კომფორტის ზონიდან, ვერ გაიზრდებოდით. რაღაცეები, რაც რაღაც მომენტში არ გვსიამოვნებს, ის ჩვენი ძალა ხდება. და ძალა ხდება მხოლოდ იმის შემდგომ, როდესაც შევხედავთ ყველაფერს ფილოსოფიურად, არ გაუბრაზდებით, იმიტომ რომ და არ ჩავთვლით, რომ სამყაროს მეტი საქმე არ აქვს, გარდა იმისა, რომ თქვენ ფეხქვეშ ქვები დაგილაგოთ და გაგაბრაზოთ და გაგამწაროთ და ცუდად უნდა მიხვდეთ, რომ ეს არის თქვენი რეალობის სარკე. სარკე, სადაც სარკე, გახსოვთ კოდაკის აპარატები რო იყო, ცოტა გამომჟღავნება რო ჭირდებოდა. ხო, ცოტა ხანი ჰაერთან შეხებაში უნდა გეფრიალებინე და მერე უკვე გამოვიდა და გამოსახულება. ზუსტად ასე არის სამყარო. თქვენ რაც დღეს იფიქრეთ, ხო? რაღაც ცოტა პერიოდის მერე აი ეს გამოსახულება, როგორც კოდაკზე გადაღებული ფოტოსურათი, ისე ნელ-ნელა მჟღავდება და სხვა რამეს არ გაჩვენებთ. თქვენს ფიქრებს გაჩვენებთ, თქვენს შეგრძნებებს გაჩვენებთ, თქვენს მადლიერებას თუ უმადურობას გაჩვენებთ, თქვენს სიბრაზეებსა თუ სიხარულს გაჩვენებთ. აი ეს კადრი გადაღებული. ასე რომ ყოველთვის გახსოვდეთ, რომ სამყაროს ვერ მოატყუებთ. ხო? შეიძლება უსასრულოდ 1000 ეზოთერიულ არხზე აკეთოთ აფირმაციები, იკითხოთ მანტრები, ისწრაფოდეთ სინათლისკენ, მაგრამ ვერ მიხვალთ იმ სინათლემდე თუ საკუთარი სიბნელები არ შეიცანით. ვერ მიხვალთ იმ სრულ ყოფილ ფორმამდე თუ რაღაცეები დაიგნორეთ. რაღაცებს მიწა დააყარეთ, არ გინდათ რომ დაინახოთ, ვერ გაიზრდებით ასე. უბრალოდ იქნებით ილუზიაში, რომელიც ძალიან მარტივად ჩამოიმსხვრევა და ეს ნამსხვრევები, როდესაც დაინახავთ, ძალიან გეტკინებათ და გაბრაზდებით ხო სამყაროზე. ხო, ამიტომ ცხრიანების თასები თქვენ გეუბნებათ იმას, რომ იყავი მადლიერი იმის, რაც გაქვს. მადლიერი იყავი. და შენს ხელშია როგორ დაინახავ მოვლენებს შენს რეალობაში. ძალიან კარგი. კარგი დასაწყისია, ვნახოთ ერთი კვირის მანძილზე რა ენერგიებში გაივლით. მეორე ვარიანტი, რა ენერგიებში გაივლით, მოდით ვნახოთ. კიდევ რა გელოდებათ საინტერესო. კიდევ რა გელოდებათ საინტერესო. ძალიან აქტიური კვირა იქნება. ნამდვილად. აქტიური კვირა იქნება, მოძრაობა იქნება, ფუსი. შესაძლოა სტუმრები, ვიზიტი ან თქვენ მიხვიდეთ ადამიანებთან, ადამიანები მოვიდნენ თქვენთან. რაღაც მხრივ იგრძნობთ თავს, როგორ იცით, რომ აი ცოტა დავიღალე. ხო, როგორც ხდება ხოლმე სტუმრიანობის დროს ვიღლებით ხოლმე, ხო, ვინც სტუმრებს ელოდება მაგალითად. არის ხო ეს განსაკუთრებით ვისაც უყვარს ყველაფერი აჟურში იყოს, ხო, როგორც იდგენ. მაგრამ კარგია ის, რომ ეს თქვენი თუნდაც ესეთი მინიმალური თუ არა მინიმალური დაღლილობა გადაიქცევა ცხოვრების და ამ ერთი კვირის მანძილის დღესასწაულში. დღესასწაული მოვა, მიხვდით ხომ? არა უშავს დაღლილობა, პერიოდული სიმძიმე, პერიოდული დაძაბულობა, ეს ნორმალურია, უბრალოდ ეცადეთ რომ ამასაც ფილოსოფიურად შეხედოთ, ზედმეტად ხომ არ იდეალიზირებთ რაღაცებს, ხო ზედმეტად ბევრ ყურადღებას ხომ არ აქცევთ იმას, რასაც მაგალითად ჩვენ ხო გონია რომ ყველა უყურებს და გვაკვირდება ძალიან დიდი ინტენსივობით, ამ დროს ადამიანები
არ აკვირდებიან ისეთი ინტენსიურობით ჩვენს ტანისამოს, ჩვენს ფიზიკურობას, შუბლზე პრიში ხომ არ გვაქვს, რომელიც გოგო რომ ესე იგი რომ ჩავიხედოთ სარკეში გონია მთელი სამყარო ამას ხედავს. აბა, სადმე სხვა არ არის გამოსაგველი, გამოსაწმენდი, ფანჯრები დასაწმენდი. რაღაცა ესე იგი გენერალურ წმენდაზე დავიწყე საუბარი. ვინმე ხომ არ გეგმავთ გენერალურ ეგრეთ წოდებულ, მოდით რა, რამდენიც უბორკა ქვია ამას. მოკლედ მეგობრებო, ასეა თუ ისეა, ერთი კვირის განმავლობაში ძალიან დადებით ენერგიებში გადახვალთ, გულისხმობ, იმიტომ რომ ეს დადებითი ენერგიები აი ამ დაღლილობის ფონზე იქნება თქვენთვის ნამდვილი დღესასწაული, იქნება საუბრები, ენერგიების გაცვლა, საინტერესო ფოტოსურათების გადაღება იქნება, სხვათა შორის ლამაზი ფოტოსურათი. ერთმანეთს ხედავ როგორ უღებთ ფოტოებს, როგორ გიხარიათ, როგორ ჭორაობთ რაღაცას, განიხილავთ, ცუდად კი არ ჭორაობთ, აი განიხილავთ ცვლით ახალ ამბებს და ამას აკეთებთ თქვენთვის ძვირფას და საყვარელ ადამიანებთან ერთად, გეგმავთ რაღაცებს. მოკლედ, ძალიან კარგი, ძალიან დადებითი კვირის არკანის ენერგიებია. თუ ორივე ვარიანტი ძალიან მაგარია. ძალიან მაგარია, ასე რომ აი ესეთი მაგარი ენერგიებით, მაგარი ვაიბებით, მაგარი ვიბრაციებით გემშვიდობებით და ჩვენ სულ მალე შევხვდებით ერთმანეთს და არ დაგავიწყდეთ. მეგობრებო, მე მაქვს YouTube არხი ნინო ლეჟავა, რომელიც ასევე შეგიძლიათ გამოიწეროთ და თვალყური ადევნოთ იქ დადებულ საჯარო გაშლებს, რათა არ დავკარგოთ ერთმანეთი და სულ გქონდეს ერთმანეთთან შემხებლობა. აღარც კი ვიცი, ვეღარც კი მოვითვლი რამდენი წელი თქვენთან ერთად. წარმატებებს გისურვებთ ძალიან დიდი სიყვარულით.